იდეა არსებობს, რომ აი ფსიქოლოგი ყველას ჭირდება, ან ფსიქოთერაპია ყველას ჭირდება და მინდა რომ ბევრად უფრო გააზრებულად მიუდგეთ საზოგადოებაში ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპია ყველას ჭირდება დასტრესილი 90-იანების შემდეგ, თუმცა მთლად ეგრეც არ არის. ჩვენ არ უნდა გავაუფასუროთ ის შინაგანი რესურსი და პოტენციალი, რომელიც ადამიანს აქვს და რომლითაც მას შეუძლია მის ცხოვრებაში არსებული გამოწვევების, სტრესების და პრობლემების მოგვარება. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როდესაც ადამიანი ან ვერ პოულობს რესურსს, ან არასაკმარისი რესურსი აქვს, ან ხედვა არ აქვს საკმარისი, ან ბევრად უფრო მძლავრია სიტუაცია, ვიდრე შეუძლია რომ გაუმკლავდეს და ზუსტად აი ესეთ სიტუაციებში ჩვენ ხვდებით სხვადასხვა ტიპის პრობლემას ფსიქოლოგიურს, რომლის შედეგად შეიძლება ადამიანს დაჭირდეს ფსიქოთერაპია და დავიწყოთ იმით, რომ ფსიქოთერაპიის მთავარი ამოცანა არის ადამიანის კეთილდღეობა. და იმისთვის, რომ ჩვენ დღევანდელი თემა კარგად განვიხილოთ, კეთილდღეობის ფორმულას გთავაზობთ. კეთილდღეობის ვარსკვლავი, რომელიც შექმნილია ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში, გვაჩვენებს იმას, რომ არის 5 მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის კეთილდღეობა. პირველი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ეს არის ჯანმრთელობა, რომელიც თვითონ იყოფა 4 ქვეპუნქტად. ეს არის ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სულიერი ჯანმრთელობა და სოციალური ჯანმრთელობა. მეორე ქიმი ეს არის ურთიერთობები, მესამე ქიმი სიყვარული და სექსუალური ურთიერთობები, მეოთხე ფინანსები და მეხუთე თვით რეალიზაცია. ეს 5 ასპექტი ჯამში გვაძლევს იმ განცდას, რომელსაც ჩვენ ვეძახით კეთილდღეობას, ან ამ განცდის დანაკლის. და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი რომელიმე ამ სფეროში განიცდის პრობლემას და დღეს თქვენ შეძლებთ ამის განხილვას ჩემთან ერთად, აქვე შეგახსენებთ, რომ კითხვები შეგიძლიათ დასვათ და ამ კითხვებს განვიხილავთ შეხვედრის ბოლოს. როდესაც ჩვენ რომელიმე სფეროში გვაქვს პრობლემა, მთლიანად კეთილდღეობა ირღვევა. და ალბათ თქვენც იცნობთ უამრავ ადამიანს, რომელსაც მაგალითად ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ ვერ აგვარებს სასიყვარულო ურთიერთობას. ან პირიქით, ურთიერთობები, მეგობრები, უამრავ ადამიანთან კარგი დამოკიდებულება, მაგრამ თვითრეალიზაცია არ აქვს, ან ვერ გრძნობს თავს რეალიზებულად. ან ადამიანი, რომელსაც აქვს მაგალითად, თვითრეალიზაცია, მაგრამ არ აქვს კარგი ურთიერთობა ახლობლებთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის კეთილდღეობა ადამიანის და რადგანაც ეს არის ამოცანა, მოდით დავიწყოთ. რა სიმპტომებით, რა ჩივილებით და რა ხარისხის სიმპტომით შეიძლება მივმართოთ ფსიქოთერაპევტს. ფსიქოთერაპევტს მივმართავთ მაშინ, როდესაც უკვე, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოვცადეთ, საკუთარი ძალებით ვებრძოლეთ, მეგობრებს მივმართეთ და ასე შემდეგ და აღმოვაჩინეთ, რომ ის ხერხები, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო, რომელიც მეგონა რომ კარგი იქნება, გაამართლებდა, არ გაამართლა. მოდით დავიწყოთ ჯანმრთელობით. როდესაც ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება საქმე, ეს არის ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანი მიმართავს ექიმს, იმ პროფილის ექიმს, რომელიც კონკრეტულად იმ დაავადებას, იმ სისტემას, იმ პრობლემებს კურნავს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი ეუბნება ადამიანს, რომ იცი რა, ჩემი მხრიდან ჯანმრთელი ხარ, აი აქ უკვე ფიზიკური ჯანმრთელობა შეიძლება ვიეჭვოთ, რომ არის ფსიქოგენური ფაქტორებით დარღვეული, ანუ ფსიქოსომატური პრობლემა და ასეთ სიტუაციაში ფსიქოთერაპევტის ჩართულობა არის აუცილებელი. შეგიძლიათახლავე დაფიქრდეთ და თუ გაქვთ რაღაც ისეთი სიმპტომები, რომელიც ტრადიციულად მედიცინით არ გვარდება, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი გაქვთ და გაწუხებთ, შეგიძლიათ დაფიქრდეთ, ხომ არა აქვს ჩემს სიმპტომს რაღაცა ფსიქოგენური მიზეზი და როგორც წესი, ესეთი სიმპტომები ადამიანს რაღაცას კარნახობენ. ფსიქოთერაპევტს კი შეუძლია იმ ზონის, იმ ორგანოს, იმ სიმპტომის მიხედვით
გაარკვიოს რა ხდება და დაეხმაროს, რომ ეს სიმპტომები ალაგდეს, რადგან ფიზიკური დარღვევა არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ფიზიკური ჯანმრთელობა ირღვევა ფსიქოსომატური ხანგრძლივი დაავადების შედეგად. მაგალითად, თუ ძალიან დიდი ხანი ქონდა ადამიანს სპაზმი, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ორგანოშიც დაირღვევა სისხლის მიმოქცევა სპაზმის შედეგად და განვითარდება უკვე ორგანული პრობლემები. შესაბამისად, ჯობს რომ არ გადადოთ და იმ შემთხვევაში თუ თქვენი სიმპტომები, თქვენი ჩივილები ექიმის მიერ ახსნილია როგორც არაორგანული, მიმართოთ სპეციალისტს. მეორე ქვეპუნქტი ჯანმრთელობის ეს არის სულიერი ჯანმრთელობა და აქ არავითარ შემთხვევაში ჩვენ რელიგიაში არ ვიჭრებით. ჩვენ ლაპარაკობთ ადამიანის უნარზე, რთულ სიტუაციაში კონდეს იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი მოგვარდება, რომ ის იპოვის გზას, იპოვის გარკვეულ ხერხს და მოაგვარებს საკუთარ პრობლემებს. თუ ადამიანი უიმედობაშია და მას არანაირი რწმენა არ აქვს, არანაირი იმედი არ აქვს იმის, რომ რაღაცა მოგვარდება, მერწმუნეთ, რომ მოქმედებასაც არ დაიწყებს, ხო? აქედან გამომდინარე, რამდენად მაქვს მომავლის იმედი, მოდით ერთად შევაფასოთ 1-დან 10-მდე. და თუ თქვენი ქულა 5-ზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეს ჯანმრთელობა პრინციპში ნორმაში გაქვთ და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც ძალიან რთულ გამოწვევას წააწყდებით, შეძლებთ დამოუკიდებლად იპოვოთ იმედი, იპოვოთ რაღაც შინაგანი რწმენა, რომ ყველაფერი მოგვარებადია. იმ შემთხვევაში თუ 5-ზე ნაკლებია ქულა, ყველა ვარიანტში ეს რაღაცა ძალიან ძლიერ ტრავმულ ნეგატიურ გამოცდილებაზე არის დაშენებული და ასეთ სიტუაციაში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ფსიქოთერაპევტთან ამ საკითხის გადამუშავება, ვიდრე საკუთარი ძალებით მცდელობა, როგორც გითხარით, როდესაც ეს პრობლემა არის, ადამიანი არც კი ცდილობს. აქედან გამომდინარე, ფსიქოთერაპია არის ამის ძალიან კარგი ხერხი და გზა ამის მოგვარებისთვის. მესამე ჯანმრთელობა, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადამიანის სტრესმედეგობა და ადამიანის უნარი ყოველდღიურ გამოწვევებს და იმ სტრესულ სიტუაციებს, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში აღმოცენდეს, გაუმკლავდეს საკუთარი ძალებით, იპოვოს ერთგვარი შინაგანი ბალანსი, დაარეგულიროს და იპოვოს გზა, როგორ გამოვიდეს ამ რთული სიტუაციიდან. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უძლურებაში ვარდება, ამბობს, რომ მე ამას ვეღარ უძლებ, ვერ ვქაჩავ, ვეღარ უმკლავდები იმ ყოველდღიურ სტრესებს, რომელიც მაქვს, ისევ და ისევ მოდით 1-დან 10-მდე შეაფასეთ და თუ თქვენი ქულა 5-იან ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სტრესმედეგობა საკმაოდ დაბალია და კარგი იქნება, რომ მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, იმისთვის, რომ თქვენი სტრესმედეგობა გაზარდოთ, შედეგი რა იქნება? შედეგი იქნება ის, რომ თქვენ ისწავლით როგორ მოაგვაროთ სიტუაციები მომავალში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტუაცია, რომელიც თქვენთვის რთული იყო ან იქნება, საჭიროებს ფსიქოთერაპევტის ჩარევას. ფსიქოთერაპევტი დაგეხმარებათ თქვენშივე იპოვოთ ის რესურსი, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებთ და სხვა სტრესორებს, სხვა სიტუაციებს გაუმკლავდებით. და ჯანმრთელობის ბოლო ქვეპუნქტი, ეს არის სოციალური ჯანმრთელობა, ძალიან საინტერესო პუნქტია. სოციალური ჯანმრთელობა ეს არის ადამიანის და სოციუმის ჰარმონია. რამდენად კარგად ვგრძნობ თავს იმ სოციუმში, რომელშიც ვარ, რამდენად ვიღებ სოციუმს და რამდენად ვთვლი საკუთარ თავს იმ სოციუმის ნაწილად. თუ პირიქით თავს ცუდად ვგრძნობ და ეს სოციუმი ჩემზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. და ისევ ჯანმრთელობის ნიშანი და კეთილდღეობის კომპონენტი არის ადამიანის უნარი სოციუმთან დაამყაროს დაბალანსებული ურთიერთობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველასთან ძალიან კარგად არის, ყველაფერზე გიждდება და ძალიან მოსწონს, არა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს
მიმღებლობა სხვა ადამიანების, სხვა აზრის მქონე ადამიანების და ის აღიქვამს იმას, რომ მასაც შეუძლია რომ კონდეს განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი არ ნიშნავს იმას, რომ მას გარიყავენ ან უარყოფენ და ისევ შეაფასეთ თქვენი კომფორტი იმ საზოგადოებაში, რომელშიც ხართ 1-დან 10-მდე და კვლავ ძველი სისტემით 5 ან მეტი ნიშნავს, რომ საკმარისი გაქვთ, რომ გაუმკლავდეთ და თუ არა შეგიძლიათ მოგმართოთ კონსულტაციისთვის 5-ზე ნაკლები ყველა შემთხვევაში მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა ფსიქოკონსულტაცია ან ფსიქოთერაპია. შემდეგი პუნქტი ეს არის ურთიერთობები, ზოგადად ურთიერთობები, თუმცა შეგიძლიათ გამოყოთ ის ჯგუფები, სადაც უფრო ხშირად გაქვთ ურთიერთობა, მაგალითად ოჯახი, თანამშრომლები, სამეგობრო, სამეზობლო და ასე შემდეგ. და ყველა ამ სფეროში შეაფასოთ 1-დან 10-მდე თქვენი ურთიერთობა და იქ, სადაც ქულა იქნება დაბალი, თუ კი ეგეთი ქულა იქნება, მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ სოციუმთან, ამ კონკრეტულ ჯგუფთან ურთიერთობაში არის პრობლემა. თუ ეს პრობლემა არ ან ვერ გვარდება და მისი მოგვარება თქვენზე არის გარკვეულწილად დამოკიდებული, ან შეიძლება საერთოდ არ არის მოსაგვარებელი და ურთიერთობა არის შესაძლებელი ან სხვა ეტაპზე გადასაყვანი, ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპია დაგეხმარებათ პირველ რიგში გაცნობიერებაში ამ ყველაფრის, მეორე პასუხისმგებლობის აღებაში საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე და შემდეგ უკვე თქვენ ახალი ხედვით, ახალი რესურსებით, ახალი გადაწყვეტილებით შეხვალთ ისევ ურთიერთობაში და ურთიერთობა შეიცვლება. შეიცვლება თქვენი თვითგანცდა იმ საზოგადოებაში, იმ ჯგუფში, რომელშიც თქვენი ურთიერთობა პრობლემას წარმოადგენდა. შემდეგი ქიმი ეს არის სიყვარული და სექსუალური ურთიერთობები. გაერთიანებულია ერთ ქიმში, თუმცა ორი სხვადასხვა სფეროა თუ დავფიქრდებით, რადგან სიყვარულში რომანტიკული გრძნობები არის განხილული, ხოლო სექსუალურ ურთიერთობებში უფრო ვთქვათ, ლტოლვის, ვნების და სექსუალობის საკითხები, თუმცა განიხილება ერთ ქიმში, რადგან მომიჯნავეა, ასე ვთქვათ. როდესაც ადამიანი საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობას ან სექსუალურ ცხოვრებას აფასებს 5-ზე უფრო დაბალ ქულაზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ჭირდება დახმარება ამ სფეროში. პირველ რიგში ექიმის სექსოლოგის კონსულტაცია არის საჭირო, თუ კი არის რაღაც ორგანული პრობლემა, რომ იყოს აღმოჩენილი და აღმოფხრილი, იმ შემთხვევაში თუ ორგანულ დონეზე ყველაფერი წესრიგშია, უკვე ფსიქოთერაპევტი შეიძლება რომ ჩაერთოს ამ საკითხში და დაეხმაროს ადამიანს იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ამ სფეროსთან არის დაკავშირებული. შემდეგი სფერო ეს არის ფინანსები და ფინანსებში ამ შემთხვევაში ჩვენ შემოსავალს და ხარჯვას განვიხილავთ ერთად. Იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შემოსავალი აქვს ადამიანს, რამხელა ეს შემოსავალი, მნიშვნელოვანია რამდენად ახერხებს შემოსავლის და ხარჯების ბალანს, რამდენად აკმაყოფილებს ის ყველაფერი, რაც აქვს, ჭირდება მეტი თუ პირიქით ძალიან ბევრი აქვს და ეს მუდმივი შფოთვის საბაბი არის მისთვის. ყველა ვარიანტში, როდესაც ფინანსებს ვაფასებთ 1-დან 10-მდე 5-ზე ნაკლები ქულით, ან 5-ით, ჩვენ ვარაუდობთ, რომ ამ სფეროში არის გარკვეული ფსიქოტრავმატული გამოცდილება და როგორც წესი, ეს გამოცდილება შეიძლება არც კი იყოს კონკრეტულად ადამიანის. მაგალითად, თუ იყო რეპრესირებული მისი წინაპარი, ან ზედმეტად დაისაჯა ადამიანი ფინანსური კეთილდღეობის გამო, შეიძლება ჩამოყალიბდეს ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება ფინანსებთან და ასეთ შემთხვევაში ადამიანს ის შემოსავალი, რომელიც აქვს, შეიძლება არ აკმაყოფილებდეს, იმიტომ რომ აშინებდეს და იწვევდეს მასში ძალიან ძლიერ შფოთვას, დაძაბულობას და ნეგატიურ ფიქრებს, რამე არ დამემართოს საფრთხეში, არ აღმოუჩნდე ამის გამო. ასეთებიც ხდება და ყველა ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპია გვეხმარება იმაში, რომ გაუშვათ ის წარსული გამოცდილებები და ახალი ეფექტური სტრატეგიებით მიუდგეთ ამ საკითხს. მეორე ვარიანტი ფინანსებში მაქვს და არ მყოფნის და ვერასდროს ვერ ვახერხებ იმაზე მეტის გამომუშავებას, რაც
მაქვს ხოლმე. მაგალითად ვიღებ დამატებით სამსახურს და პირველი სამსახურიდან მიშვებენ და ასე შემდეგ. ასეთ სიტუაციაშიც ვარკვევთ რა მიზეზი არის ფსიქოლოგიური მიზეზი თუ არის და ფსიქოლოგიურ მიზეზებზე მუშაობ. ასევე მუშაობთ ხედვის გაფართოებაზე, რესურსებზე, ამკრძალავ რწმენა წარმოდგენებზე, შესაბამისად ფინანსური საკითხი შეიძლება მოგვარდეს ფსიქოთერაპიით, თუ კი მას ფსიქოგენური მიზეზი აქვს. და ბოლო ეს არის თვითრეალიზაციის პუნქტი. თვითრეალიზაცია ზოგჯერ დაკავშირებულია ფინანსებთან და თუ ადამიანი აკეთებს იმას, რაც მისი აზრით მისი მოწოდებაა და ამაში იღებს ანაზღაურებას, მაშინ ეს ორი პუნქტი დაკავშირებულია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მუშაობს ბანკში ან რაღაც ბანკის სფეროში, მაგრამ ამ დროს თვლის, რომ მისი მოწოდება არის იყოს მხატვარი. შესაბამისად, რამდენად თვითრეალიზებულია მისი სურვილი. თუ კი ადამიანი კვირაში ერთხელ ახერხებს და დადის ფერწერის რაღაც გაკვეთილებზე, ან სახლში ხატავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი თვითრეალიზაცია გარკვეულწილად მოხდა და ის ახერხებს ბალანს იმ სამსახურს შორის, რომელიც მას ფინანსურ კეთილდღეობას აძლევს და იმ საქმიანობას შორის, რომელიც აძლევს თვითრეალიზაციის განცდას. თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, როდესაც ადამიანი პოულობს საქმეს, რომელიც ერთდროულად როგორც ფინანსების და შემოსავლის წყაროა, ასევე თვითრეალიზაციის საშუალება. ასეთ შემთხვევაში ადამიანის კეთილდღეობა ბევრად უფრო მაღალია. და ჩვენ ახლა გავიარეთ ის ძირითადი პუნქტები, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას განსაზღვრავს. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, სიყვარული და სექსუალური ურთიერთობები, ფინანსები და თვითრეალიზაცია. ეს პუნქტები, როდესაც არის დაბალანსებული და როდესაც ამ პუნქტებში არის მეტ-ნაკლებად კმაყოფილება, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანის კეთილდღეობის დონე მაღალია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანი დაბალ ქულაზე აფასებს ამ პუნქტებს, რომელიმეს ან რამდენიმეს, ჩვენ ვსაუბრობთ დაბალ კეთილდღეობაზე და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს კეთილდღეობის ამაღლების სურვილი და დაიჭირა ახლა ამ ჩვენ საუბარში, რომ შეიძლება ამას ფსიქოგენური მიზეზი ქონდეს, შეუძლია რომ მოგმართოს ჩვენ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის თერაპევტებს იმისთვის, რომ გადაამოწმოს პირველ რიგში და თუ კი აღმოჩნდება, რომ ნამდვილად აქვს ფსიქოგენური მიზეზი, მოაგვაროს და აიმაღლოს საკუთარი კეთილდღეობა. ახლა ვნახავ რაღაც ერთი კომენტარია, როგორც ხედავ. 8-9-10. მშვენიერი მარიამ, საკმაოდ მაღალი ქულებია და კიდევ ერთხელ, ვინც გვიან შემოგვიერთდით ან ჩანაწერში ნახავთ live-ს, თუ გაქვთ კითხვები და გაქვთ სურვილი მიიღოთ თქვენთვის კონკრეტულად განკუთვნილი პასუხი, შეგიძლიათ მოგწეროთ კომენტარში. თუ გაქვთ სურვილი, რომ ანონიმურად მიიღოთ კითხვაზე პასუხი, მოგწერეთ პირად შეტყობინებაში. და ასევე დაელოდეთ შემდეგ 4 შაბათს და შემდეგი 4 შაბათისთვის შემოგთავაზეთ თემები. ეს არის ფსიქოლოგია ცხოვრებისთვის თავისუფლების გასაღები. მე ვარ დიანა ნიკოლაიშვილი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი და სიამოვნებით გავცემ ყველა თქვენს შეკითხვას პასუხს. შევხვდებით მომავალ 4 შაბათს. მადლობა ყურადღებისთვის.